დღეს ხუთშაბათია, საღამოს 8:09 და ტრადიციულად საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების პირდაპირ ეთერშია გადაცემა პასუხობს მოძღვარი, მე მისი წამყვანი, ლურჯი მონასტრის მღვდელმსახური მღვდელი გურამ გალოვლიშვილი გახლავართ. თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 2301515 და ასევე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების Facebook გვერდზე მოგწეროთ თქვენთვის სასურველი და საინტერესო კითხვები, რომელზეც ჩვენი სტუმარი გაგცემთ პასუხს და რომელიც გახლავთ ზღვის უბანში მდებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი ადამ ქავთარაძე. მოგესალმებით მამა ადამ. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის დაგულცეთ. მოგესალმებით მაყურებელს. გაიხარით მამა. პირველი კითხვა არის ასეთი: რამდენად მნიშვნელოვანია წმინდა წერილის კითხვა ქრისტიანისთვის და რა ფორმით უნდა იკითხოს ქრისტიანმა წმინდა წერილი? დიახ, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, ქრისტიანისთვის წმინდა წერილის კითხვა და ბევრი რამის თქმა შეიძლება ამასთან დაკავშირებით. პირველ რიგში არის იოანეს სახარებაში ასეთი ადგილი, როდესაც მაცხოვარი მიმართავს ფარისევლებს და მწიგნობრებს და ეუბნება, რომ გამოეძიებდეთ წიგნთა, რამე თუ თქვენ გგონებთ, რომ მათში არის სიცოცხლე და ისინი წამებენ ჩემთვის, ასეთი სიტყვები მაცხოვრისა, რომელიც მოუწოდებს ფარისევლებს და მწიგნობრებს და ყველა ადამიანს, რომ უფრო მეტად იკითხოს წმინდა წერილი და გამოეძიებდნენ მას. ამაში მარტო კითხვა არ იგულისხმება, რა თქმა უნდა, სწორედ ამ სიტყვიდან ჩანს, რომ შეიძლება ადამიანმა თქვას, რომ აი დღეში 5 თავს ახარებას კითხულობ, ან ამდენს კითხულობ, მაგრამ მარტო კითხვაზე არ არის აქცენტი, თავარია, რომ ადამიანი ჩაწვდეს სიღრმეს ამ წმინდა წერილისა და იმ სიტყვებისა, რომელიც არის იქ მოცემული იმ სწავლებისა. გავიაზროთ ანუ, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. და შესაბამისად ვიცხოვროთ ამ გააზრებულ. წმინდა მამების თქმით და სწავლებით ადამიანი მხოლოდ სახარების ცნებებით განიკითხება. და ჩვენ ზედმეც არაფერს არ მოგთხოვენ იმას, რაც სახარებაში არ წერია და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გამოვეძიოთ ეს წმინდა წერილი, ვიკითხოთ ყოველდღიურად და აი ყველაზე ესეთი არის, რომ ყოველდღიურად სტაბილური იყოს ეს პირველ რიგში და ყოველდღიურად იყოს აი თუნდაც ერთი თავი, თუნდაც ნახევარი თავი. და იყოს გააზრებული ეს. რა თქმა უნდა. მაშინ და კარგი იქნება თუ განმარტებებსაც გავეცნობით, იმიტომ რომ მას განმარტებებიც სჭირდება, იმიტომ რომ არ არის ადვილი გასაგები, განსაკუთრებით ძველი აღთქმა. კი, ნამდვილად ესეა. და კარგი იქნება ყველას ვუსურვებ, რომ ეს შეძლონ. მე სხვათა შორის აი არ მინახავს ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ მე წაკითხული მაქვს წმინდა წერილი, ან თუ ამას ამბობს, ნუ რა თქმა უნდა, ეს ცოტა ისეთი ხმამაღალი ნათქვამი წაკითხული მაქვს. ეს ცხოვრების წიგნია და ყოველდღიურად უნდა გქონდეს მასთან შეხება. ავიკითხავთ, კვლავ დაუბრუნდებით, შემდგომ და ასე. გეთანხმებით, აი რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხოთ, ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტ ახალ რაღაცას აღმოვაჩენთ, ახალ სიღრმეებში ჩავალთ და ეს ერთგვარი სიხარულის მომგვრელიც არის ადამიანისთვის. მე პირადად არაერთხელ გამომეცდი ეს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვკითხულობ, ყოველთვის, ყოველ ჯერზე ახალს აღმოვაჩენ ხოლმე იქ. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ასე არის. მარიამი გვწერს Facebook-ზე, ამაყურებელია ჯერ და შემდგომ გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. გისმენთ, ეთერში ხართ, ისაუბრეთ. დასვით კითხვა ეთერში ხართ. აი, ეკონომიკური ზრდა საქართველოში ეგრეთ წოდებული, რომელიც ამდენი ტოტალიზატორებით და ამდენი აზარტული თამაშებით რო შედის ბიუჯეტში, რომელიც ახსნის ჩვენ ახალგაზრდებს, ამდენი ტურისტების შემოსვლით თვითონ დაიზრდება ეკონომიკა, რომელიც ამ ნარკოტიკებს ავრცელებენ, რომდენზე უნდა გაგრძელდეს ეს და ვინ უნდა გავერთიადეთ ამაში ერი, ბერი და კიდევ ვინ, რომ აი საქართველოს ნამდვილად ქართველის გარეშე არ დარჩეს და არ გაუბერდოდეს ეს საქართველო თუ ველოდოთ კიდე უფლიდან ვინმე ხსნელს თუ ჩვენ ხელს არ გვეწითება ამის გაკეთება და რა გვეშველება საერთოდ ვინ უნდა ვთქვათ
მადლობთ კითხვისთვის. ნუ ახლა რაც შეეხება ამ კითხვას ეკონომიკურ თემაზე ალბათ ნაკლებად ვისაუბრებთ ამ გადაცემის ფორმატში და არც არის ჩვენი პრეროგატივა. თუმცა რაც შეიძლება ამ ადამიანს უთხრა და ვანუგეშოთ, რომ ყველაფერი უფლისნებით არის და უფლის დაშვებით ხდება, ჩვენ ვიცხოვროთ სწორად, შეძლების დაგვარად ვილოცოთ ახალგაზრდებისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც და ყველა ადამიანისთვის, მშვიდობისთვის ვილოცოთ. ეკლესია ამას აკეთებს ყოველთვის და ყოველწირვაზე, ამიტომ ყველას ვურჩევ, რომ მიიღო მსახურებაში. ერთმანეთთან ბრძოლას დავანებოთ თავი. ყველაზე დიდი პრობლემა ეგ გვაქვს ჩვენ ქართველებს, რომ ერთმანეთს ვანადგურებთ, ვებრძვით, განვიკითხავთ შურს ერთმანეთის და მერე გვინდა რომ ყველაფერი კარგად იყოს და დავიწყოთ ყველამ საკუთარი თავიდან გამოსწორება და სწორი ღმერთი შეგვეწევა აუცილებლად. გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. მარიამი გვწერს ესეთ კითხვას: საკუთარი მტერი რატომ არ შეიძლება მივიჩნიოთ ზოგადად ადამიანის მტრად ან ქვეყნის მტრად? რადგან ვინმე თუ ადამიანს მტრობს, ის მტრობს მის რაობას, ადამიანობას და ეროვნებას. ღვთის ხატებას და მსგავსებას საკუთარ მტერში ვის გულისხმობს? რაში? საკუთარ მტერში ვის გულისხმობს? ანუ აი კონკრეტული ადამიანი თუნდაც ვიღაცა ყავს მტერი და ამით იგი მარტო მე კი არ მტრობსო, მტრობს ასე ვთქვათ ზოგადად ადამიანს და ქვეყანასაც, რადგან იმ ქვეყნის შვილია ის ადამიანი და ის ადამიანი არის ღვთის ხატება და მსგავსება. ალბათ ამას გულისხმობს მე ესე შეიძლება თქვენ უფრო სხვანაირად დაინახოთ ეს კითხვა. მტერი ადამიანისთვის არ უნდა არსებობდეს, ანუ სხვა ვიღაც და ვინმე არ უნდა იყოს ჩვენთვის მტერი, არავინ. ყველაზე დიდი მტერი, როგორც უკვე ვახსენეთ, ჩვენი საკუთარი თავია, ხო, ჩვენთვის და ყველაზე მეტად მის მიმართ უნდა იყოს ჩვენი ბრძოლა და ის უნდა აღვიქვას ჩვენ მტრად, საკუთარი თავი, საკუთარი დაცემული ბუნება, რომელიც გვაშორებს ღმერთს. დანარჩენი ადამიანის სახით ეს მტერი იქნება თუ ვინ იქნება, მაგას არ უნდა კონდეს ჩვენთვის მნიშვნელობა. ზოგადად უნდა ითქვას, რომ ბოროტი ადამიანი არ არსებობს. ყველა ადამიანში არის ღვთის ხატება და მსგავსება და ყველა ადამიანი კეთილად არის შექმნილი ღვთისაგან და დაბადებული და მხოლოდ არსებობს სიკეთის ნაკლებობა. ასევე აი შედარება მოყავთ ხოლმე, რომ როგორც არ არსებობს სიბნელე. სიბნელე არის სინათლის ნაკლებობა, ხო? ასევე არის ყველა ადამიანიც შეიძლება ამ დროს ახლა იყოს რაღაცა გაუკეთურებული, ბოროტებაში ჩავარდნილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ბოროტი არის და ასე ადარებენ ხოლმე მარგალიტს, რომელიც არის ტალახში ამოსვლილი, რომელიც არ გავს თავის ამ სიძვირფასეს, თუ მას გავწმენთ და გავასუფთავებთ, ისევ დაიბრუნებს ამ კლავინდებურ სიკაშკაშეს. ასევე არის ყველა ადამიანი და ამიტომ ჩვენ მტრად არ უნდა აღვიქვათ ადამიანები. კეთილი. და ცეცხლში უფრო გამოიცრთობა, ხო? კი, როგორც ოქრო გამოიცრთობა. კი. მაყურებელია, მოვისმინოთ. კითხვა, გისმენთ ეთერში ხართ. გამარჯობა, მოგესალმებით. აღამშვიდობის. მაინტერესებს ასეთი რაღაც. როგორც ვიცი, ყველა ადამიანს ყავს თავისი ფარველი ანგელოზი. და ასევე არის გამონათქვამი თუ ხშირად გამიგონია, რომ იწვია ფუძის ანგელოზებს. რამდენად ქრისტიანულია ასეთი გამოთქმა და მიდგომა? მადლობა კითხვისთვის, გაიხარეთ. კი, გასაგებია კითხვა. ფუძის ანგელოზს უწოდებენ ხოლმე ოჯახის მფარველ ანგელოზს, რამდენადაც მე ვიცი. ანუ იმ სახლის, იმ კერის, იმ ოჯახის, სადაც ის ოჯახი ცხოვრობს, რა თქმა უნდა, არსებობს ოჯახის მფარველი ანგელოზი და შესაძლოა რომ ვილოცოთ მის მიმართ, მიმართოთ მას და ვთხოვოთ დახმარება, დაცვა და შემწეობა და მფარველობა. დავითი გვწერს ესეთ კითხვას: გამიგვია ასეთი მოსაზრება, თითქოს სხეულის სულის მტერიაო. რა შეგიძლიათ გითხრათ ამის შესახებ? დიახ, სხეულის სულის მტერია, ამ გაგებით შეიძლება ვისაუბროთ, რომ
სხეულს არ სურს ღვაწლი, სულიერი ღვაწლი, იგივე რო ავიღოთ მარხვა მაგალითად, ხო, სხეულისათვის ეს არ არის ფუფუნება, არ არის კარგი მდგომარეობა, სასიამოვნო მდგომარეობა, მას ეს არ მოწონს. მას უნდა ჭამასმა, განცხრომა, ფუფუნება და ხოლო ამ დროს პირიქით სული იჩაგრება, სული მძიმდება. და აი ამ თუ ესე დავაპირისპირებთ ერთმანეთს ამ კონტექსტში გასაგები ხდება ეს სიტყვები, რომ როდესაც ესე იგი სხეულზე ზრუნავს ნამეტან ადამიანი, ამ დროს სული იჩაგრება და ამ კუთხით არის მტერი სხეული სულისა. და ამ ქვეყანაზე სანამ ვართ ჩვენი ვალია რომ უფრო მეტად სულიერზე ვიზრუნოთ, რადგან აი წმინდა იოანე ოქროპირი არაერთხელ ამბობს, რომ სული არის უკვდავი და მარადიული, ხოლო ხორცი მოკვდავი და წარმავალი და ხსნადი. და როგორი უგუნურებაა ის ამბობს, რომ ადამიანები ხორცზე უფრო მეტად ზრუნავენ ხშირ შემთხვევაში ვიდრე სულზე და ხორცს უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ, უფრო მეტად დავფოფინებთ, ვანებივრებთ, ვაჭმევთ, ვსდით, ვბანთ, ვაცმევთ, ხოლო ამ დროს სული დაჩაგრული მდგომარეობაში არის, მივიწყებულ მდგომარეობაში არის და რომელზე უფრო მეტად უნდა ზრუნავდეს ადამიანი, იმაზე რაც წარმავალი და მოკვდავი და ხსნადია და დამთავრდება, გარკვეული დროის შემდეგ აღარ იქნება და გაიხსნება, თუ იმაზე, რაც მარადიულია და რაც მუდმივად იქნება, ხო? და ეს არის სული, რა თქმა უნდა და სულზე უფრო მეტად უნდა ზრუნავდეს ადამიანი და სულზე ზრუნვა უფრო მეტად პირდაპირ პროპორციულია ხორცის დათრგუმის, ხორცზე არ ზრუნვის, ასე რომ ვთქვათ. კეთილი, მაყურებელია მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ ისა? საღამომშვიდობის, მამა. საღამომშვიდობის. ასეთი შეკითხვა მაქვს, როგორც მოგეხსენებათ არის ასეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანები თავის ორგანოებს სიცოცხლეშივე ან ამდერწერენ, ან შემდეგ ამის შემდგომ წერენ, რომ შესაძლებელია მისი ორგანოები თქვას გადაენერგოს. ჩვენი სარწმუნოება ამას როგორ შეაფასებდა? საინტერესო კითხვაა, მადლობა ყურადღებისთვის. ნუ რავი, ჩემი აზრით, თუ ეს ვინმეს დაეხმარება, ამაში ცუდი ალბათ არ უნდა იყოს, რომ თუ ეს ადამიანს ვიღაცას დაეხმარება, ვიღაცას გაუხამსდივებს სიცოცხლეს, ალბათ ცუდი არ უნდა იყოს. კეთილი, გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ესეთი კითხვა არის დავითი წერს. ახალ გარდაცვლილზე 40-მდე თუ შეიძლება მასზე მოსახსენებლის შეგზავნაო. რა თქმა უნდა, შეიძლება. აუცილებელიც არის და პირიქით, აუცილებლად უნდა შევაგზავნოთ მოსახსენებელი, აუცილებლად უნდა გადავიხადოთ პანაშვიდები. ნებისმიერ დღეს შეიძლება ამ 40 დღის მანძილზე ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი. ნებისმიერი რამ, რასაც ჩვენ აღვასრულებთ მიცვალებული სულისთვის, ერთ სულ მცირედსაც კი უფალი არ დაგვიკარგავს და შეეწევა მას იმ 40 დღეს, როდესაც ის მისი სული წარსდგება უფლის წინაშე და პირიქით მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი დღე არ გავიდეს ისე ამ 40 დღიდან, რომ რაიმე მაინც არ გავაკეთოთ მიცვალებულისათვის. ეს არის რასაც ეკლესია ასწავლის ყველაზე დიდად, რაც შეეწევა მიცვალებულს, ეს არის პირადი ლოცვა, არის პანაშვიდი, ასევე შეკვეთილი წირვა, რომელიც ყველაზე დიდი მოვლენა არის და მოწყალების გაცემა მიცვალებულის სახელზე. აი შეგვიძლია რომ ნებისმიერი სიკეთე გავაკეთოთ, არ არის აუცილებელი ეს თანხა იქნება თუ სხვა რამ, ნებისმიერი სიკეთე, რომელსაც გავაკეთებთ, ვთქვათ რომ ეს აი მიცვალებულის სულის მოსახსენებლად აღვასრულეთ და აუცილებლად შეეწევა ეს. კეთილი. მაყურებელია მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? გამარჯობა მომოუებო. საღამომშვიდობის. ერთი კითხვა მაინტერესებს. დიახ.
აღსარების გარეშე მამაოსთან. მე შემიძლია რომ აი განსაკუთრებით აღსარება ჩავაბარო მარტო ღმერთთან. გასაგებია. მადლობა კითხვისთვის, გაიხარეთ. ძალიან ხშირი არის ხოლმე ასეთი დამოკიდებულება. ნუ არ ვიცი რა იწვევს ხოლმე ამას ზოგიერთი შეიძლება დაბრკოლება ბულია ან რამე სხვა მიზეზები არის, მაგრამ ხშირად გამიგია მსგავსი მიდგომა, რომ რასაჭიროა ღვთელი, მე არ მჭირდება ღვთელი, მე ღმერთთან მაქვს ურთიერთობა, მე შემიძლია დავდგე ხატებთან, დავთქვა აღსარება და ვესაუბრო ღმერთს. და ეს რა თქმა უნდა არ არის სწორი მიდგომა და დამოკიდებულება, რადგან თავად უფალმა დააფუძნა ეკლესია. მოციქულებმა გააგრძელეს ეს ყოველივე და დაარსდა ეს საიდუმლოება, აღსარების საიდუმლოება, რომლისგანაც ერთ-ერთი არის სინანულის საიდუმლოება. ღმერთმა დაადგინა ღვთელი ამის აღმსრულებლად და მხოლოდ ღვთელს აქვს ეს ხელმწიფება. მეცაც ვიტყვი, რომ დედამიწაზე აი ამ კუთხით არ არსებობს ადამიანი, რომელიც ღვთელზე უპირატესი იქნება. არც დიდგვაროვანი, არც მეფე, არც არ ვიცი, რაც არ უნდა დიდი იყოს ადამიანი და ცნობილი, იმის აღსრულებას ვერ შეძლებს, რასაც ღვთელი აღასრულებს. ამას ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს და ის აღსარების საიდუმლო ძალიან დიდია. ღვთელს მიეცა ამისი მადლი და ძალა ღვთისაგან, რომ მიუტევოს ადამიანს წოდები. ასე იგი, ღვთლის ლოცვით ღმერთი მიუტევებს ადამიანს წოდებს და ამიტომ ყველას მინდა უთხრა, ვინც ასე ფიქრობს, ვინცაც მსგავსი კითხვა აქვს და ქონია, რომ ეს არასწორი მიდგომა არის, არასწორი დამოკიდებულება და რა თქმა უნდა ღმერთთან საუბარი და ლოცვა ყოველთვის შეიძლება, აღსარებაც შეიძლება, მაგრამ იმისათვის რომ ის წოდვა მიტევებული იქნას, აუცილებელია აღსარების თქმა და შენდობის ლოცვის მიღება, რა თქმა უნდა, აღსარებას ისაც მინდა ვთქვა, რომ ღვთლის წინაშე კი არ ამბობს ადამიანი, არამედ ღვთის წინაშე ამბობს, ოღონდ ღვთელი ამ დროს, რომელიც იქ არის და ისმენს, შეუნდობს მას ამ წოდვას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სხვანაირად აღსარების საიდუმლოება არ აღსრულებს უფალმა მას თავისი შეცოდებები და თუ ადამიანს უნდა რომ მიეტევოს და განიწმინდოს წოდებისაგან, ყველანაირ ხერხს ცდილობს და ყველაფერს იყენებს, რაც კი მოცემულია და რატომ უნდა დააკლდეს ამას ვერ ხვდები. მართალი, აი რომ შევადაროთ, ხშირად ადარებენ ხოლმე ცოდვილ ადამიანს სნეულს და როგორც სნეული, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს, ყველაფერს ცდილობს, ყველა წამალს გამოეძიებს, ყველა ხერხს, ყველა საშუალებას, ასე ვთქვათ, რაც კი რამეს გაიგებს და მოსინჯავს, რომ განიკურნოს ამ სნეულებისაგან. იგივენაირად უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ადამიანი ცოდვილი, მონანული და არ უნდა იყოს მისთვის დამაბრკოლებელი ღვთლის წინაშე და ღვთელთან ურთიერთობა და აღსარების თქმა. და მხოლოდ ამ შემთხვევაში მიეტევება ადამიანს ეს წოდება. კეთილი, მამაო. ესეთი კითხვა არის. ოდითგანვე იყვნენ ადამიანები, ზოგი ხეიბარი, ზოგი ფსიქიურად შეშლილი, ზოგი შეუხედავი, ზოგი ლამაზი და ასე შემდგომ. რას ნიშნავს ეს სადმე თუ არის აღნიშნული, რატომ ხდება და ვიცი რომ ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად და რატომ დაუშვა ღმერთმა ასეთი განსხვავებებიო? ნუ ეს ჩვენთვის დიდწილად დაფარულია ღმერთი რას რატომ აღასრულებს, ვის რა ჯვარს აძლევს, რის გამო აძლევს, მაგრამ ნაწილობრივ შეგვიძლია შევეხოთ და ვისაუბროთ იმაზე, რომ უფალი ყველას თავის ჯვარს აძლევს, თავის გზას აძლევს და იმითი უნდა ცხონდეს ადამიანი, რა მოცემულობაც მას აქვს. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ ისეთი თქოს ღმერთმა ვინმე დაჩაგრა, ვინმეს რამე მოაკლო, ამით რომ თქვათ ის დაიბადა ხეიბარი ან დაუშვათ ბრმა,
ეს არ არის არაფერზე დამოკიდებული. ასევე მინდა ვთქვა, რომ არსებობს ასეთი მიდგომა, რომ თითქოს წინაპართა ცოდვების გამო შესაძლოა, რომ ვთქვათ, მომავალი თაობა დაისაჯოს ან რამე სასჯელი მიიღოს ამ კუთხით და ესაც არასწორი მიდგომაა. მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება ეს, თუ არ შეინანებს, თუ წინაპარი უკეთურად ცხოვრობს და ცოდვებშია ჩაძირული და მომავალი თაობას და მისი შთამომავალიც აგრძელებს. და ეს ცოდვითი მიდრეკილება თუ გადადის და აგრძელებს იგივეს, რასაც ეს იგულისხმება ალბათ. ეს იგულისხმება მხოლოდ და მხოლოდ თუ არა სხვა შემთხვევაში რა თქმა უნდა უსამართლობა გამოდის, ხო, ხა რატო უნდა დავისაჯო მე. ერთს დავამატებ, მამა, რომ ღმერთმა ადამი და ევა შექმნა აბსოლუტურად სრულყოფილი და უკვე ცოდვის დაცემის შემდგომ შემოდის აი სხვადასხვა ავადმყოფობები და სხვადასხვა გაუკუღმართებები, ასე ვთქვათ, ხდება უკვე ცოდვით დაცემის შემდგომ, თორემ ღმერთს თავიდან არ შეუქმნია ადამიანი, არც ხეიბარი, არც ასე შემდგომ, ხო, ეს უკვე ცოდვით დაცემის და სამოთხიდან გამოდევნის შემდეგ ხდება და თვითონ ეს ნეულება ხორციელს ეს სამყარო იწვევს ამას. ნეულებებით ცოდვის. აი დღესაც ეხა 1000 რაღაცა არის ხო გარემოში გამონაბოლქვი, არასწორი საკვები, 1000 რაღაცა იწვევს სამყაროს, ხო? რა თქმა უნდა, არაჯანსაღი გარემოც იწვევს და ამ დროს ცოდვაც იწვევს. ასახარებაში არის ჩვენცვაბინძურეთ ვაზიანთ. პირდაპირ ამაზე მინიშნება შედეგიც არის ეს ყველაფერი. გამახსენდა ერთი მომენტი კიდე ამასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ცხედარზე ვისაც ღმერთის დაშვებით ხდება ყველაფერი, რა თქმა უნდა. სარეცელზე წოლიარე სნეულს მიუყვანენ უფალს და ასეთი სიტყვებით მიმართავს, რომ მიგეტევა შენი ცოდვები და ადექი და აიღე შენი საწოლი და წადი. და დიდი სასწაული ხდება, ამ დროს იკურნება ეს ადამიანი, რომელიც ვერ დგებოდა საწოლიდან, მან შეძლო რომ ამდგარიყო და თავისი საწოლიც კი მოეკიდებინა და წაეღო, ხო? და აქ პირდაპირ ჩანს, რომ ხორციელის ნეულება შესაძლოა რომ სულიერი ცოდვებისგან და სნეულებებისგან იყოს გამოწვეული. დიახ. კეთილი მაყურებელია. გისმენთ ეთერში ხარ, დასვით კითხვა. საღამოშვიდობისა. მამა, ასეთი კითხვა მაქვს. როდესაც უფალი მოვიდა, ვასწავლა ლოცვა მამაო ჩვენო. დიახ. ხო და აი მანამდე სანამ მოვიდოდა, მანამდე როგორ ლოცვდნენ ადამიანები, ეს მაინტერესებს. მადლობა. ეს ვისწავლეთ, რომ მამაო ჩვენო არის ჩვენი ლოცვა, და სხვა მამაო. დიახ. აი მანამდე როგორ იყო? გაასაგები. მადლობა კითხვის. გაასაგები. ეხლა ლოცვა ზოგადად არის ღმერთთან საუბარი და ძველ აღთქმაში, ანუ ამ კალბატონს აინტერესებდა მანამდე, ხო? ანუ მანამდე არის ძველი აღთქმა, ხო? დიახ, პირდაპირ ასე ესაუბრებოდნენ ღმერთს და არის ძველ აღთქმაში აღწერილი ეს ტექსტები პირდაპირ როგორ მიმართავენ ღმერთს, უფალო საბაოდ და ასე შემდეგ, როგორ ყოველწლიერი ღმერთო, ხო, სახელით ახლოს იყვნენ ადამიანები. ანუ ზოგადად მამაო ჩვენო კი გვასწავლა უფალმა, მაგრამ ამის გარდა მრავალი ლოცვა არსებობს წმინდა მამათა მიერ დაწერილი და აღვლენილი და ეს ლოცვები მათი გულიდან გამომდინარე, რასაც ისინი განიცდიდნენ, მიმართავდნენ ამ ტექსტით ღმერთს. ასევე ჩვენ შეგვიძლია რომ ჩვენი განცდით, ჩვენი გულით და გონებით, ასე ვთქვათ, შევთხზათ ერთგვარი ლოცვა. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ წმინდა წერილი სიტყვები, ფსალმუნის სიტყვები შეიძლება გამოვიყენოთ. წმინდა მამათა ლოცვებიდან სიტყვები შეიძლება გამოვიყენოთ, რომელიც გარკვეულ მობიერებას აღზრავს ადამიანში და ამ ტექსტებით მიმართოთ. ჩვენი ტექსტებით მიმართოთ ღმერთს შეიძლება ეს. ოღონდ ეს უნდა იყოს ერთდროულად, როგორც იგივე, ანუ წიგნში დაწერილი ლოცვებიც უნდა აღვავლინოთ და ჩვენი პირადი ლოცვებითაც შეიძლება რომ ვილოცოთ. აი ამას არაერთი ეკლესიის მამა ასწავლის, იგივე თანამედროვე ახლო წარსულში მამები, მახსენდება ათონელი მამები, იოსებ ისიხასტი, იოსებ ვატოპედელი, მათი წიგნები არის. მათ წიგნებში გადმოცემული არის მათი ლოცვები, მათი დაწერილი ლოცვები, როგორ მიმართავდნენ ღმერთს და ძალიან საინტერესოა ეს ტექსტები და
შეიძლება რომ ჩვენც ანუ ისინი გვასწავლიან ასეთ რამეს, როცა ადამიანი ლოცულობს აუცილებლად თავისი ლოცვაც უნდა თავისი ლოცვითაც მიმართოს ღმერთს. ეცით როგორ არის, როცა ჩვენ დაწერილ ლოცვას ვკითხულობთ, იმას ნაკლებად ვიაზრებთ, ანუ იმას გონებაში და გულში ვერ ატარებს ადამიანი. ხოლო თუ ჩვენი სიტყვებით ვიწყებთ ლოცვას და მიმართვას ღმერთისადმი, მაშინ ეს ლოცვის სიტყვები იბადება ჩვენს გონებაში და ჩვენს გულზე გადის. და მაშინ უფრო მობიერი ხდება ეს ლოცვა, უფრო გულწრფელი, აი მაგის მინდოდა და უფრო კარგია ეს ყველაფერი და ესეთ იმას ბადებს, რა ქვია, ბადებით. აყურებელია კვლავ მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხარ? საღამოშვიდობის. Schizophrenia მაინტერესებს. Schizophreniის გამომწვევი მიზეზები რა არის და თუ იქნება schizophrenia და რა პრობლემებია schizophrenia, რა არის schizophrenia? დიდი მადლობა კითხვისთვის. ეს უფრო სამედიცინო კითხვა არის ალბათ, მაგრამ დიახ. თქვენ გავს თუ ერკვევით ამ საკითხის შემიძლია რაღაც თქვა ამასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ ჩვენ დროში მომრავლდა მსგავსი პრობლემები. ხშირად არის რომ მოდიან ეკლესიაში მსგავსი პრობლემით და აითხოვენ ხოლმე კვეთებულის ლოცვას. კვეთებულის ლოცვა არის ეს აი ეშმაკის განდევნის ლოცვა, ადამიანის შეპყრობილი ადამიანისთვის ლოცვა არის და ამიტომ ამ დროს მნიშვნელოვანია რომ მოძღვარი ერკვეოდეს და სწორად შეაფასოს ამ ადამიანის მდგომარეობა, ზუსტად მიხვდეს და დაინახოს და თუ საჭიროა იქ მედიკამენტოზური ჩარევა და მკურნალობა აუცილებლად მიუთითოს, ურჩიოს და აკვალიანოს. რადგან მხოლოდ აი ამ დროს ხდება ხოლმე შედეგი, დადებითი შედეგის მიღწევა, როცა მედიკამენტური მკურნალობაც არის და ასევე ეკლესიის ჩართულობაც, ლოცვა, აღსარება, ზიარება. ესეთი ადამიანები თუ ასე იცხოვრებენ, შეეწევა მათ ღმერთი მაქსიმალურად. ზოგჯერ ჭირდება ადამიანს ლოცვა და წამალს აძლევენ და ზოგჯერ პირიქით წამალი ჭირდება და ლოცულობენ და ალბათ ორივე კარგი იქნება, ხო, ორივე კარგი იქნება. დადებითი შედეგი. თავარია სწორად დაისვას დიაგნოზი და სწორად განსაზღვროს ექიმაც და მოძღვარმაც ემოციური მდგომარეობა. ხშირად არის რომ ეს პრობლემა ემართება სულიერ ადამიანებს, ერთგვარი ხიბლის მდგომარეობა არის რაღაცა, ანუ რომელიც აი აქედან გამოწვეული ხდება და არის რომ ამის გარეშე ემართება და არ ვიცი შეიძლება ეს გენეტიკურიც იყოს ალბათ. მრავალი ფაქტორია დღევანდელ დროში ამის გამომწვევი ალბათ დღევანდელი ცხოვრების რიტმის წესით და ჯანმრთელად ამყოფოს. მაყურებელია კვლავ მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ ისაუბრეთ. გამარჯობა. გამარჯობა. მაინტერესებს ნათელმირონობა. რამდენ თაობაზე გადადის და გადაეცემა? მადლობა კითხვისთვის. როგორც ვიცი 9 თაობაზე გადაეცემა, ხო? კი, სხვადასხვა მიდგომებია, სხვადასხვა 7 თაობაზე არის ზოგადად მიღებული, ხოლო ჩვენ ეკლესიაში როგორც ვიცი 9 თაობაზე გადადის ეს ტიპოთობის. გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები, ესეთი კითხვა არის: ადამი და ევა რომ ცდუნდებიან, შემდგომ ღმერთი ეუბნება გველს რომ ამიერიდან მუცლით იხოხებ და ადამიანის ქუსლით გაისრისებიო. ანუ გამოდის რომ მანამდე გველი მუცლით არ ხოხავდაო? არის ესეთი განმარტებაც, რომ არ ხოხავდა მუცლით? კი, არის ასეთი განმარტებაც, რომ მანამდე გველს ჰქონდა ერთგვარი ფეხები, თითის დადიოდა, ხოლო ამის შემდეგ დაიწყო მუცლით ხოხვა. ხოლო ამაში არის წინასწარმეტყველება, უნდა ითქვას, ეს არის წინასწარმეტყველება, რომ ადამიანთა მოდგმიდან მოვა ვიღაც, ვინც ამ გველს გაუჭეჭყავს თავს. ეს არის წინასწარმეტყველება, პირველი წინასწარმეტყველება ქრისტეს მოსვლის შესახებ. და ძალიან საინტერესოა ეს ადგილი
წმინდა წერილიდან. კი ბატონო, ესეთი კითხვა არის, ვიცით რომ იესო ქრისტე არის უფალი და მოკლე ლოცვებში რატომ ამბობთ უფალო იესო ქრისტეზე ღვთისაო შემიწყალე მეცოდვილი? ანუ რატომ ვამბობთ ძეოსო? უფალი იესო ქრისტე არის უფალი, მაგრამ არის ძე ღმერთი, ხო? ანუ ჩვენ ვაღიარებთ ყოვლადწმინდა სამებას, მამას, ძეს და სული წმინდა ღმერთს, ხო? და აი მეორე ძე ღმერთი არის იესო ქრისტე ღმერთი. კი ბატონო, შორენოკ წერს დიახ, რამე ხო არ გინდოდა თამათ. შორენოკ წერს ესეთ კითხვას, ესე იგი რომელთა ეპისტოლედან მოყავს მეშვიდე თავის 25 მუხლი, გონებით ღმერთის რჯულს მონებ, ხორცით კი ცოდვის რჯულსო. ანუ განგვიმარტეთ თუ რას ნიშნავს რჯული და ღმერთის რჯულს მონებ და ცოდვის რჯულს მონებ რას ნიშნავს? ანუ გონებით ღმერთის რჯულის მონობაში იგულისხმება მორჩილება ღვთისმცნებებისა, ანუ ადამიანს, როდესაც გონებით უნდა რომ ღმერთის ცნებები აღასრულოს, მას ემორჩილებოდეს, ხოლო ხორცი ამის საშუალებას არ გვაძლევს ხშირად ემონება ცოდვას და მიიდრეკილია ამ ქვენაგზნობებისკენ, დაცემული მდგომარეობისკენ და როგორც დასაწყისშიც ვისაუბრეთ ამ თემასთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება ესენი ერთმანეთს და ჩვენი მიზანი ის არის, რომ უფრო მეტად ამ გონების მიდრეკილება ღვთის მიმართ გადავიდეს ჩვენს ხორციელ ბუნებაზეც და ხორცითაც დავემორჩილოთ ღვთისმცნებებს და აღვასრულოთ ღვთისმცნებებს. დავითი წერს ესეთ კითხვას, როდესაც ადამიანი მრისხანებით არის განწყობილი და ცდილობს კონფლიქტი გამოიწვიოს. ასეთ სიტუაციაში ხომ არ აჯობებს განვერიდოთ და უფალს მივანდოთ. თუ როგორ მოვიქცეთ? რა თქმა უნდა, ჯობია მაქსიმალურად არ ავყვეთ, არ შევიდეთ ასეთ ადამიანთან ურთიერთობაში, სანამ ის არ დამშვიდდება და ჯობია ვილოცოთ მისთვის, რომ ღმერთმა მშვიდობა მიცეს, ღმერთმა დაამშვიდოს მისი გული და გონება და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება რომ რაიმე საუბარი გაიმართოს ან დიალოგი მათ შორის. თორე ასეთ არაჯანსაღ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ყოველთვის არასწორად იმოქმედებს, არასწორად ისაუბრებს და არაადეკვატურადაც კი რადგან ეს მრისხანება იმოქმედებს მასზე ყველანაირად. კი ბატონო, გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ესეთი კითხვა არის, ჩემს პირად ლოცვებში რომ მოვიხსენიო ცოცხლები და მიცვალებულები, რომლებიც მართლმადიდებლები არ იყვნენ, თუ შეიძლებაო? პირად ლოცვებს გულისხმობს. შეიძლება, მაგრამ ძირითადად თუ ეს ოჯახის წევრი არის ასეთი, მაგ შემთხვევაში ვაძლევთ ხოლმე უფლებას, რომ მოიხსენოს ადამიანმა პირად ლოცვაში მოუნათლავი. მაგრამ ზოგადად უნდა ითქვას, რომ მძიმე არის მოუნათლავი ადამიანის მოხსენიება. მისთვის ვინც მას იხსენიებს. კი ბატონო, როგორ მოვიპოვოთ მადლიერების გრძნობაო? ძალიან მნიშვნელოვანია მადლიერების თემა. ზოგადად ხშირად არის ხოლმე რომ მოდიან და აი უმადურ მდგომარეობაში არის ადამიანი, ანიკითხავს ღმერთს, ყველას იმას რატო აქ ეს, მე რატო არა მაქვს. და მე ვეუბნები ხოლმე რომ არ არსებობს ადამიანი ამ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს, რომ დაფიქრდეს, აუცილებლად აღმოაჩენს ისეთ რამეებს, რისთვისაც შესაძლოა რომ მადლობდეს ღმერთს. დავფიქრდეთ, რა მოგვეცა ჩვენ ღვთისაგან, რა მოგცა ჩვენ ღმერთმა. თუ გინდ ხორციელი ჯანმრთელობა იყოს ეს, ხო? თუ გინდ აი მხედველობა იყოს. ვიღაც საერთოდ ვერ ხედავს, ვიღაც საერთოდ ვერ დადის და შენ თუ ეს მხედველობა გაქვს, ამისთვის შესაძლოა რომ მადლობდე ღმერთს, ყველაფრისთვის უნდა მადლობდეთ ჩვენ ღმერთს. უამრავი რამე შეიძლება
აღმოვაჩინოთ რის გამოც ჩვენ უნდა ვმადლობდეთ ღმერთს. თუ გინდა ყოველი გათენებული დღისთვის უნდა ვმადლობდეთ ღმერთს, ოჯახისთვის, არსობის პურისთვის, ყველაფრისთვის, ნებისმიერ ამისთვის შეიძლება რომ მადლიერი ვიყოთ ღვთისა. და აი დაფიქრდეს, ყველა ადამიანი უნდა დაფიქრდეს რა მიეცა მას. და რის გამო შეიძლება რომ მადლობდეს ღმერთს და აუცილებლად აღმოაჩენს, აუცილებლად და ეს მადლიერების გრძნობა უნდა იყოს ყოველდღიური ჩვენ ცხოვრებაში, ყოველი გათენებული დილა და ყოველი დაღამებული დღე უნდა მთავრდებოდეს ამ სიტყვით, ამ გრძნობით. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის, რადგან ეს არის ბედნიერების წყარო. ამის გარეშე ადამიანი ბედნიერი ვერ იქნება. ამის გარეშე ადამიანი ყოველთვის არის უკმაყოფილო, ყოველთვის არის დაცლილი მადლისაგან. აი უმადურობა თვითონ ეს სიტყვაც უმადლობას გამოხატავს, ხოლო მადლიერება კი მადლი არის ფუძე ამ სიტყვის და ესე იგი მადლიერი ადამიანი სავსე არის სიხარულით და ბედნიერი არის ის და ხოლო უმადური ყოველთვის დაცლილია მადლისაგან და ყოველთვის არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. რა თქმა უნდა. ამიტომ ყველა ადამიანი თუ გინდა რომ აი რაიმე მოგვეცეს ღმერთს, როდესაც რაღაცას თქვით, პირველი არის მადლიერება. თუ მადლიერება არ გაქვს არ მოგეცი ეს ადამიანს, ანუ მადლიერი ზედა სარწმუნო ექმენდა, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ, ხო? ჯერაც მოგვეცა იმისთვის მადლობდეთ ღმერთს და მე ყოველივე მოგვეცემ, შეგვეძინება ყოველივე და ქრისტე გაჭირვებულებს ეხმარებოდა, brmებს თვალს უხელდა, მიცვალებულებს აღადგენდა, რა ვიცი, ყველაფერს აკეთებდა და ხალხმა მაინც ჯვარს საცვა. იმიტომ რომ უმადურები იყვნენ. აქედან გამომდინარე ძალიან მძიმე ცოდვა არის უმადურობა და ღმერთმა ყველა დაგვიფაროს ამ ცოდვისგან და შეგვძინოს მადლიერება. აყურებელია, მოვისმინოთ კითხვა. ისმეთ ეთერში ხართ ისაუბრეთ. საღამოშვიდობის. ერთმა დაგვრჩა. დიახ. ანუ ახსარების დროს აუცილებელი არის სახელების დახსნა და დასახელება ყოფის თანადერთად რაღაცობაში ჩავარდე. არ არის აუცილებელი, არა. დაკონკრეტება არ არის აუცილებელი. თავარია აღიაროთ თქვენი ცოდვა და დეტალებიც არ არის აუცილებელი რომ მოყვეთ. მეორე კითხვაც აქვს. მეორე კითხვაც გაქვთ? ხო, აი ცენტრალში. დიახ. ან ნარკოტიკულ თრობაში გარდაცვალებულების დღეს რომ მოიხსენიება მაგაში სერიოზულად და ამაზე რაც მეწვდა მადლობა. დიახ. თუ წესი აგებული აქვს, ხო? კი, რა თქმა უნდა. პირველ რიგში პირველ შეკითხვაზე ვიტყვი მეც. როგორ იკითხა პირველად? პირველი კითხვა იყო ესე იგი, როდესაც აღსარებას ვაბარებთო, უნდა დავასახელოთ თუ არა ის ადამიანი, ვისთან ერთადაც ვწოდეთო. ხშირად არის ხოლმე, რომ აი ადამიანი ასეთი რამის გამო ვერ აბარებს ვერ ამბობს აღსარებას, რომ ის ფიქრობს, რომ ის ახლა დეტალებში უნდა მოყვეს, უნდა დაასახელოს სახელები, ის მოვლენები ის დეტალებში აღწეროს, როგორ ჩაიდინა ესა თუ ის ცოდვა და მე ყოველთვის ვეუბნები ხოლმე ამას დასაწყისშივე რომ არ არის საჭირო დეტალების დაკონკრეტება, არც სახელების თქმა, უბრალოდ უნდა შეიძლება რომ ითქვას ის ცოდვა, დასახელდეს კონკრეტული ცოდვა, რომელ ცოდვაშიც ჩავარდა ის ადამიანი. კეთილი. და სიმთვრალეში და ნარკოტიკით გარდაცვლილების შემთხვევაში, როგორც ვთქვით, თუ წესი აგებული აქვს, წესი აუგეს, აუგო მღვდელმა, მაშინ ყველგან შეიძლება მისი მოხსენიება. წირვაშიც, პირად ლოცვაშიც. კეთილი, გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ელისაბედი ვწერს, წმინდა ზეთის ცარიელ ბოთლებს რა ვუყო, ზედა აწერიაო, ვისი სახელობისა და ხატები აქვს მიკრულიო და ასეთ ბოთლებს რა უნდა ვუყო? კი, შესაძლოა რომ დაიწვას ისინი. ან კლაუზეთი ჩაასხათ და გამოიყენო. კლაუზეთი ჩაასხან. თუ ასეთ მიწაში დამარხოთ, სადაც ფეხი არ დაიწყო. ქალაქებში ვერ ნახულობენ ხოლმე ეგეთ ადგილს ხშირად და
აი ეკლესიებში არის გამოყოფილი ასეთი ადგილები, ყველა ეკლესიას აქვს ტაძარს ასეთი ადგილი, სადაც ასეთ სიწმინდეებს წვავენ და მარხავენ და შესაძლოა რომ ვთხოვოთ და მივიტანოთ იქ თუ და იქ დაწვავენ. კი ბატონო. ესე იგი რუსუდან იქ წერს თქვენს გადაცემას, რომ ახლა ჩემთან ერთად ხვებიც უსმენენო და გთხოვთო კიდევ ერთხელ განგვიმარტოთო, შეიძლება თუ არა აღსარების გარეშე ზიარებაო. აღსარების გარეშე ზიარება. ზოგადად აღსარება არ უნდა გახდეს ერთგვარი საშვი ზიარებაზე. თუმცა თუ ეს პირველი ზიარება არის და არასდროს არ ზიარებულა ადამიანი, რა თქმა უნდა, აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რომ აღსარება თქვას, განეწმინდოს, განიმზადოს თავი. ჩვენ რითიც შეგვიძლია უნდა მოვემზადოთ ზიარების, წმინდა ზიარების მისაღებად, რადგან ამ დროს უფალი შემოდის ჩვენში და ჩვენ ვერასოდეს ვერ გავხდებით ღირსნი, რა თქმა უნდა, რაც არ უნდა გააკეთოს ადამიანმა, როგორც არ უნდა მოემზადოს, რა არც არ უნდა წაიკითხოს, მაინც ადამიანი განწმენდილი მაინც ვერ შეიძლება იმ ღირს მდგომარეობაში ვერ აღმოჩნდება, რომ ჩვენში ქრისტე შემოვიდეს და მაგრამ თუნდაც იმ აღსარების მერეც ზიარებამდე შეიძლება სწოდოს თავისი ფიქრით, აზრებით და რა თქმა უნდა, მაგრამ რითიც შეგვიძლია ჩვენ უნდა მოვემზადოთ და ეს არის აი ეს აღსარების და სინანულის საიდუმლოება, რომ მე ვაღიარებ, რომ ცოდვილი ვარ, მე ვაღიარებ, რომ სნეული ვარ, მე ვაღიარებ, რომ კურნალი მჭირდება და ამ განცდით როცა მივდივარ ზიარებასთან და ამ განცდით მივიღებ ქრისტეს ხორცს და სისხლს, მაშინ შესაძლოა რომ ამ შემთხვევაში იყოს საკურნებელი სულის და ხორცის აი ეს წმინდა ზიარება. ყველა ხერხს ვიყენებ, რომ ზიარებისთვის მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, მოვემზადო ადამიანი და მეტი გრძალვა მქონდეს. თუ ადამიანი ეს არის მომზადებელია, რა თქმა უნდა, გრძალვით უნდა მივიახლოთ ამდეთ საიდუმლოს. და თუ ადამიანი გაბედავს და ვერ იტყვის, რომ მე მზად ვარ ზიარებისთვის, ხო, რომ ვერ იტყვის ახლა მაგას, რომ მე მზად ვარ. შესაძლებლობის და გვარად უნდა მოვემზადოთ, შესაძლებლობის და გვარად აღსარებითაც მონდომებით მერტი გვაძლევს ამ ყველაფერს. დიახ. ისი მოწყალებით. და იმის თქვა მინდოდა დამატება, რომ თუ ადამიანი მაზიარებელია დიდი ხანია და ხშირად ამბობს აღსარებას, მაშინ რა თქმა უნდა მოძღვრის კურთხევით ხდება ეს პირველ რიგში, მოძღვრის კურთხევით შესაძლოა რომ ანუ აი ეს მომენტიც რომ შესაძლოა რომ აი ყოველი ზიარების წინ ხო არ ჭარბავს არ თქვას აღსარება, რადგან ხშირად არის ხოლმე რომ ეს ინდივიდუალურია და მოძღვრის კურთხევით მოძღვარზეა დამოკიდებული და იმ ადამიანზე რა სიხშირით ამბობს აღსარებას, მისი სულიერი მდგომარეობა როგორია და რა დროის ინტერვალით ეზიარა. ამას რატო იმიტომ ვამბობ, რომ ხშირად არის ხოლმე რომ ადამიანები გაუცნობიერებლად მიდიან აღსარებაზე. იმის გამო მიდიან რომ ეზიარონ. ახან უნდა ეზიაროს, ესე იგი აღსარებაც უნდა თქვას. და არის ხოლმე ესეთი მომენტი, რომ არაფერი არ აქვს ადამიანს სათქმელი. არაფერი როგორ ეხა კი ყველა ცოდვილები ვართ და არსებობს ეს ყოველდღიური ცოდვები, ასე რომ აღსარება სინანულის საიდუმლოა, სხვა საიდუმლოა, ზიარება სხვა საიდუმლოა. რა თქმა უნდა, აი ეს თუმცა კი ეს ერთმანეთს არ გამორიცხავს და რა თქმა უნდა კავშირში არის ერთმანეთთან და თუ ადამიანი ეზიარება, რომ თქვას აღსარებაც ამაში არანაირი პრობლემა არ არის, პირიქით უფრო დაეხმარება ეს რა თქმა უნდა. ასე რომ რაღაცა ნუ გავყოფთ ესე რომ ხშირად საკამათო ხდება ხოლმე და კი, მესმის, კი. ნუ ვიკამათებთ ამაზე ჩემო ძვირფასებო. გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ესეთი კითხვა არის: რატომ ცოცხლობდნენ ადრე 900 წელს ადამიანები და ეხლა რატომ შემცირდა სიცოცხლე ასეო? დიახ. ნუ ამაზე დასაწყისში ადამიანი უკვდავად იყო შექმნილი და მას შემდეგ რაც მოხდა ცოდვით დაცემა, მასში შემოვიდა ცოდვა, ადამიანი
დაექვემდება რა სიკვდილს, გახდა დაზიანდა მისი ბუნება და ნელ-ნელა ჩვენ ხედავთ წმინდა წერილში, რომ ეს სიცოცხლის ასაკი ნელ-ნელა იკლებს, ნელ-ნელა კლებულობს. იმატებს ავადმყოფობები, იმატებს სნეულებები, ცხოველები, აგრესიული ფერდებიან, ადამიანი ოფლით მოიპოვებს თავის საზრდოს და თავიდან მათუსალა 969 წელი, ადამმა მე მგონი 930 წელი იცოცხლებას მახსოვს და მე ესე ნელ-ნელა ცირდება და დღეს უკვე კაცმა არ იცის ძალიან გაგვიშინაურდა სიკვდილი. აი უკვე აბრაამთან ხდება ჩვენ უწყება ამის შესახებ ღვთის გამოცხადებაში, რომ უკვე 120 წელი განისაზღვრა 120 წელი ადამიანის მაქსიმუმ ცხოვრების კი და მერე კიდევ ჩამოვიდა და კიდევ დაიკლო. შესაძლებელია ისევ ავიდეს. აი შესაძლებელია ოღონდ უკვე მარადილ ცხოვრებაში თუ გადაინაცვლებს ადამიანი და გახდება უკვდავი. კეთილი, გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ირიმზე გწერს მამა ადამ ძალიან მიყვარხართო, მაძლიერებთო და ჩემი ტკივილი როგორმე რომ გადავიტანო. ალბათ ხვდებით რასაც გულისხმობს, ხო? კი, მეუღლე გარდაეცვალა, ძალიან კაი ადამიანი და ძალიან ბევრ რამეზე დაგვაფიქრა ყველა, ესე იგი ეს საოცრად მოხდა მისი გასვლა ამ ქვეყნიდან მომზადებულად თუ შეიძლება რომ ითქვას. ეზიარა ახსარება თქვა და მართმა აცხონოს მისი სული და დაამკვიდროს სასუფეველში და გაგაძლიეროთ უფალ. გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. რამდენად მართებულია ხატების სხვადასხვა ოთახში განლაგებაო, გარდა სალოცავი კუთხისაო? შესაძლებელია, რა თქმა უნდა. შეიძლება ნებისმიერ ოთახში, ნუ ახლა საპირფარეშოში არ უნდა იყოს, აბაზანაში არ უნდა იყოს ხატი, მაგრამ სხვაგან ყველგან შეიძლება რომ იყოს, მაგრამ გარკვეულად ხატების კუთხე ჯობია რომ ერთ ადგილას იყოს ოთახში, ხა ერთი ხატი შეიძლება შესაძლოა ეს ადამიანი გულისხმობდეს საძინებელსაც კი, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე ამბობენ რომ აი საძინებელში რატომღაც ერიდებათ ხატის ჩამოკიდვა, მაგრამ შეიძლება, ჩვეულებრივად შეიძლება და უნდა იყოს კიდეც ხა ღმერთი და წმინდანები ჩვენ ხედავენ ისედაც და ხატი რო იყოს საძინებელში არ იქნება, არ არის პრობლემა. რა თქმა უნდა. ყველგან ხედავს ღმერთი ჩვენ. ესეთი კითხვა არის ირმა გწერს, თუ შეიძლება ხატებზე ორი სიტყვა გითხარითო? აი ხატების წარმომავლობა, ხატთა ყვანისცემა და ასე შემდეგ. მე ხატმებრძოლობაც იყო. კი, ხატებთან დაკავშირებით ბევრი რამის თქმა შეიძლება. პირველ რიგში არის ხოლმე, ანუ იყო ესეთი მიდგომა, აი ხატმებრძოლობა ახსენეთ თქვენ ამაოდ, რომ ფიქრობდნენ რომ ეს იყო ერთგვარი კეფთაყვანისმცემლობა, რომ ანუ ადამიანები თაყვანისმცემდნენ ამ უსულო საგანს, ასე რომ ვთქვათ, მათი აზრით ამ ხატებს და ისე ძიმე ფორმა მიიღო ამ ყველაფერმა, რომ ხატმებრძოლობის ერესი დაიწყო, წვავდნენ ყველა ხატს, ებრძოდნენ ყველა მალავდა ხატებს და ვერავინ ვერ აჩენდა და ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ხატი, როდესაც ხატს ჩვენ თაყვანს ვცემთ, ჩვენ იმ უსულო საგანს ან მასალებს კი არ ვცემთ თაყვანს, არამედ მასზე გამოსახულ წმინდანის, სიწმინდის პირველ პირს ვცემთ თაყვანს ამით. იგივე არსებობს წმინდანების ხატი, თაყვანს მივაგებთ, ქრისტეს ხატი, ღვთისმშობლის ხატი და
აი ამის თქმა შეიძლება ამასთან. და ნუ ეს ხატვა ბრძოლობა თუ ორსები მერვე საუკუნიდან მოდის ლეონ ისავრიელი იწყებს ამ ასე ვთქვათ ბრძანებს რომ ხატები მოხსნა ტაძრიდან და ნუ შემდგომ მსოფლიო კრებაზე იქნა დაკმაყოფილი ხატები შემიშა 787-ში იყო ნიკეაში თუ ორსები. გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. მაინტერესებს იესოს ჯვარცმამდე ცოდვილებს რომ ჯვარზე აწამებდნენ. იმ ცოდვილებს შეუნდო უფალმა ჯოჯოხეთში ჩასვლის შემდეგო? ჯოჯოხეთში ჩასვლის შემდეგ უფალს ამოყავს სიკმყოფი მართლები. ანუ ვინც მანამდე მართლად იცხოვრა, ანუ ღვთის რჯულით, ღვთის ბრძნებების დაცვით და თუ ასეთი ვინმე იყო მანამდე ჯვარცმული, ვინც მართალი იყო ღვთის წინაშე და სწორად ცხოვრობდა, რა თქმა უნდა შეუნდოდა ამოიყვანა. კეთილი ყველასთან ერთად და ნარჩენ მართლებთან ერთად. კი ბატონო. მამუკა გვწერს თამბაქოს ვეწევიო და მოძღვარმა მითხრაო არ გაზიარებო ამის გამო და რა ვქნაო? აღარ მივიდეო ეკლესიაში ამის გამო თავს ვერ ვანებებო. იცით რა, აი თქვენ უნდა მიენდოთ მაშინ თქვენ სულიერ მოძღვარს, რადგან ის აირჩიეთ თქვენ მოძღვრად, მან უკეთ იცის თქვენი მდგომარეობა, თქვენი დამოკიდებულება ამ ნების შესახებ, ამ მიდრეკილების შესახებ და რახან ის ასე გირჩევთ და ასეთი მიდგომა აქვს, თუ დაემორჩილები შესაძლოა განიკურნოთ მაგ მდგომარეობიდან, ანუ დააღწიოთ თავი ამ თამბაქო დამოკიდებულობას. და ავიცი ამის გამო თუ წამოხვალთ ეკლესიიდან ეს რა შედეგს მოიტანს ხო პირიქით დარჩება იგივე მდგომარეობა. შესაძლოა კი არა ასეც არის რომ ამით უნდა რომ გარკვეული мотивация მისცეს მას რომ დააღწიოს თავი ამ მდგომარეობას. თუ ადამიანი დაწყევლილია, როგორ ეტყობა მასო, რა ხდება ამ ადამიანის თავსო? დაწყევლილი ადამიანი. აი, ამბობენ ხოლმე ხშირად მოდიან ტაძარში, რომ ჯადო მაქვსო გაკეთებულიო. და ვეკითხები, რომ როგორ ცხოვრობ? ტაძარში თუ დადიხარ? ახსარებას თუ აბარებ, თუ ეზიარები, თუ ლოცულობ საერთოდ. და აღმოჩნდება ხოლმე, რომ აი ვერ ვახერხებ ამბობენ. და ამით უნდა დაიწყოს ადამიანმა. ეს უნდა გამოასწოროს. ეს არის ამაზე დიდი წყევლა და დაწყევლილი მდგომარეობა მე არ ამგონია სხვა იყოს, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც მოკლებულია, თავისი თავი მოაკლო აი ამ სიცოცხლის წყაროს, რომელიც არის იესო ქრისტე. ის ყველანაირ ჯადოში მყოფ ადამიანზე უარესია, ჩემი აზრით. და თუ ადამიანი ასე ცხოვრობს, სწორად ცხოვრობს, მაზიარებელია, ლოცველია, მაშინ მას ვერაფერი ვერ მიეკარება. ხშირად ვანუგეშებ ხოლმე ამით და ვეუბნები, რომ შენ ილოცე. არაერთი მაგალითია იმისა, რომ ლოცվել ადამიანს ვერანაირი ეშმაკის მანქანება და ვერანაირი ჯადო ვერ ეკარება და ვერაფერს ვერ უშავებს. რადგან ღმერთი, რა თქმა უნდა, ძლიერია და ყოვლის შემძლეა და ყველაფერზე აღმატებულია. თუ ჩვენ ღმერთთან ვიქნებით, ამის მაგალითია მახსენდება კვიპრიანი და იუსტინას ცხოვრება, წმინდანების, რომ იქ არის გადმოცემული სწორედ ეს, რომ ვერაფერი დააკლო ეშმაკის მსახურმა ერთ გოგონას, რომელიც იყო მლოცველი და მაზიარებელი. კი ბატონო, გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ესეთი კითხვა აქვს გიორგის. ესე იგი, ადამი დაეცა ცოდვითო და ყველა ადამიანს გადაეცემა მემკვიდრეობით დაზიანებული ბუნება. სინანულზე როცა ვფიქრობ, ასეთი გულის სიტყვა მღრღნის, რატომ გმართებს სინანული, როდესაც შენი ბრალი არაა? ეს მდგომარეობა გთხოვთო განგვიმარტოთ, ანუ
პირველ ქმნილ ცოდვას გულისხმობს? ჩვენი ბრალი არ არის, ან ჩვენ მივიღეთ ეს ბუნება. და დაცემული ბუნება აქვს ადამიანს, მიდრეკილია ცოდვის მიმართ. და გადმოვიდა ჩვენზე, ხო? ეს ჩვენი წინაპრის ცოდვა და ნათლობით განთავისუფლებით, ხო? არა, წინაპრის ცოდვა, წინაპრის რა, ადამიანს გულისხმობს. ხო, ადამიანის ცოდვით იბადება ადამიანი, კი, არის ეს წინაპარში ადამიანი გულისხმობს. კი, კი. პირველი წინაპარი, ასე ვთქვათ, ხო? ადამიანური ბუნება დაზიანდა. თვითონ ადამიანური ბუნება დაზიანდა, გახდა მოკვდავი და მიდრეკილი ცოდვის მიმართ და ამიტომ ჩვენ გვმართებს რომ საპირისპირო მდგომარეობაში დავბრუნდეთ. ანუ ისევ კვლავინდებურ ძველ მდგომარეობაში შეგვიძლია რომ დავბრუნდეთ, თუ ჩვენ სწორად ვიცხოვრებთ, შეიძლება რომ ისევ განხრთობილ მდგომარეობას მიაღწიოს ადამიანმა. დიახ. მაყურებელია. მოვისმინოთ კითხვა, გისმენთ ეთერში ხართ? მერთმა დაგლოცეთ. ცუდად ისმის, შემოკარგო, ცოტა ნელა და ხმამაღლა რომ გვითხრათ. გისმენთ? გაიგე მამა. სიზარმაცე ახსენა მგონი, მოვკარი ყურე და მადლობა კითხვისთვის. სიზარმაცე ნამდვილად ერთ-ერთი ძიმესენია, რომელიც ადამიანს ევწვის და ყველაზე მეტად ამის მიმართ გვმართებს ხოლმე ჩვენ ბრძოლა. არ ვიცი, ყველამ უნდა თავისი ხერხი მოძებნოს ალბათ. რაღაცა რითიც შეძლებს რომ დააღწიოს თავი ამ სიზარმაცეს, რაღაც გარკვეული мотиваცია უნდა ქონდეს. ხშირად უნდა დაფიქრდეს თავის მდგომარეობაზე, სად ვარ, რას ვაკეთებ, რას უნდა ვაკეთებდე და რა არის პრიორიტეტი. ღმერთსაც უნდა ვთხოვოთ და საკუთარ ზალა უნდა დაატანოს ალბათ, ხო? რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია ეს მის, მაგრამ რა ვიცი. სიბეჯითით უნდა უცლიოთ. სიზარმაცის საპირისპირო. ცოტა ისე სათქმელად კი ადვილია. მესმის რომ ძალიან რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ უნდა ვილოცოთ ღმერთსაც თხოვოთ. შეგვაძლებინებს თუ მოვინდომებთ და თუ მივენდობთ უფალს და გულით ვთხოვთ. და ვეცდებით რა თქმა უნდა ჩვენს რომ გამოვასწოროთ ეს პრობლემა. დიახ. მაყურებელია ისევ გისმენთ ეთერში ხართ? დიახ. ისაუბრეთ ეთერში. საღამომშვიდობიცად მამებო და მშვიდობა. მართლა დაგვრჩით. დიახ, ისაუბრეთ, გაიხარეთ. მამებო, ერთ-ერთი შეკითხვა მაქვს. გოგონამ გათხოვდა რა 20 წლის წინ, 5 შვილი ყავს. დრო მოიტანა ისე რომ რაღაც გაუგებრობის გამო და რაღაც კი არა, ბევრი გაუგებრობის გამო დაწოდა დაინგრა ოჯახი და გოგო რაღაც დეპრესიის საფუძველზე დაიწყო დალევა. სმა, ამან უფრო გაამძაფრა ოჯახური მდგომარეობა და თავისთავად შვილებსაც ჩამოშორდა. ეხლა ჩვენ მშობლები ვართ და ვცდილობთ ყოველთვის მოვიძიოთ, მოვძებნოთ, ძალიან ბევრი შემთხვევა, ძალიან დიდი ტკივილები და თითქმის ეს მდგომარეობა ვრცელდება 4-5 წელია და გვეპარება ხანსახლიდან, გვეპარება გარბის და გვეუბნება რომ თქვენ ყველაზე დიდი ტრამვა თქვენ მომაყენეთ, იმიტომ რომ კეტავთ. რაღაც მომენტში ჩვენ მშობლები ხვდებით რომ თითქოს თავისუფლებას უგზავნოთ, მაგრამ ეს ხო ის თავისუფლება არ არის, რაც ადამიანი თავისთვის იყენებს სასიკეთოდ, ხო? სვავს ქუჩაში, ქუჩის ცხოვრებით ცხოვრობს ფაქტიურად. 5 შვილის დედა. და მე ახლა ეკლესიური ვარ, მე დავდივარ ეკლესიაში, მოძღვარი წყალს ეს ყველაფერი უთხარი და ძირითადად ლოცვები. მეტი რითი შევეწევით და პარაკლისი ლოცვები, მაგრამ თითქოს თავი დამნაშევებთან ვგრძნობ, რომ ასეთი მიდგომა სხვანაირად არ შემიძლია. ყველა ხერხი ვცადეთ, კაცრი, მოფერება, მიდგომა, ამ ბოლო ხანებში სულ გაგებით ვეკიდებით, მაგრამ გასაგებს ვერ ვაძლევ, მაინც რომ საქმედან გავიდე. და ამ ხრი
მხრივ ძალიან დამნაშავედ გრძნობ თავს მე თვითონ ვარ დანცულ მდგომარეობაში და როგორ აი კიდევ როგორ რა უნდა ვიყო იმისთვის რომ მივიდე ამის მდგომარეობა გავითავისო როგორღაც და შევეძლო მის ამ საქციელს თან კიდევ როგორმე მოვაქციო როგორღაც აი რას მირჩევდით კიდევ მრავალ დავაკეთო ამისთვის მადლობა ზარისთვის ღმერთმა გაგაძლიეროთ ძალიან სამწუხაროა როცა ასეთ მდგომარეობაში ვარდება ადამიანი რა თქმა უნდა და რა ვიცი თავარია მართლა ერთადერთი რაც არის რომ ილოცოს ამ ადამიანმა მაგრამ ერთი რჩევის სახით რაც შემიძლია უთხრა ძალადობით ალბათ ყოველთვის გაფუჭდება ურთიერთობა ყველანაირ ჯობია რომ მის მდგომარეობაში შევიდეთ ან ვიცადოთ რას გრძნობს ის რა მდგომარეობაშია და როგორღაც უნდა ხიზელზე პირველ რიგში აუცილებლად მაგრამ თავად მან უნდა გადადგას სწორი ნაბიჯები ჩვენ ძალდატანებით არაფერი არ გამოვა დარწმუნებული ვარ ალბათ ხიზელზე უამრავჯერ გაქვთ ნასაუბრები არ არის ესე ადვილი მესმის მაგრამ რა ვიცი ну ზედმეტი აკრძალვაც ალბათ არ არის სწორი ის უნდა ვიფიქროთ რომ ის ადამიანი არის დასრული ხო ჩამოყალიბებული ადამიანია და თვითონ ირჩევს თავის ცხოვრებას ხო აი ასეთი ის გაურბის რეალობას როგორც ჩანს ასეთი კითხვა დამისვეს ერთხელ თქვენი შვილებიო რომ არ იყვნენ ეკლესიურებიო რას იზავთ თქვენმა შვილებმა რო არიან სტაციაში რას იზავთ და მე დავფიქრდი და ვთქვი რომ ვერაფერს ვერ ვიზავ ვილოცებ მხოლოდ რა უნდა ვქნა ანუ ადამიანი თვითონ ირჩევს თავის ცხოვრების წესს ეროვნული არჩევანი აქვს ყველას თავარია რომ ჩვენ ვაჩვენოთ ჩვენი ცხოვრების წესით რა არის სწორი როგორ უნდა იცხოვროს სწორად ადამიანმა და ვილოცოთ მათ და დანარჩენი უნდა მივანდოთ ღმერთს და კონდეს იმედი რომ როდესღაც ისინი საპირისპირო ნაბიჯებს გადადგავენ ღვთისაკენ კეთილი გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები უმადურობაზე მაინტერესებს რა თქმა უნდა მადლიერი ვარ ყოველთვის უფალია ამას ვამბობ ხშირად მე როდესაც ვწუნდებით ან ჩავდივართ სოდვა სხვადასხვა მიზეზებითო ეგ უბედურება გამოდისო უბედურება კი უმადურება ალბათ ხო ну არის ცოდვა რომელსაც ადამიანი თქვათ არ შეეწინააღმდეგება შეუძლია რომ შეეწინააღმდეგოს მაგრამ არ ეწინა მარტივად უშვებს მარტივად იღებს და მარტივად აკეთებს რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ეს მდგომარეობა შეიძლება რომ ჩავთვალოთ უმადურ მდგომარეობას ღმერთი ყველაფერს გვაძლევს მზად არის ჩვენთვის ყველაფრისთვის ხოლო ჩვენ ღმერთის ნაცვლად ცოდვას ვერჩევთ და ოროტის მსახურებას ხო ამ შემთხვევაში უმადური დამოკიდებულება ნამდვილად როცა უფლის გულისთვის და მოყვასის გულისთვის ადამიანს დაეხმარე რომ ის დიდ განსაცდელში არ ჩავარდნილიყო მერე ის რაც მისთვის გააკეთე მიწიერად თრტვინავ და წუწუნებ ეს ეშმაკისგან არისო კი შეიძლება ასეც ითქვას თუ სიკეთეს აღასრულებს ადამიანი იმაზე აღარ უნდა იდარდოს და აღარ უნდა ნანობდეს რომ ეს მან ეს გააკეთა თუ მართლა დაეხმარა ადამიანს თუ მართლა ჭირდებოდა და რაღაც გაიღო ხშირად მერე მოდის ხოლმე ეს განცდა რომ რაღაც დაენანოს ან შეიძლება სხვანაირად რომ ექნა ან რაღაც მაგრამ ეს ბოროტისაგან არის რომ ადამიანს ის აღსრულებული სიკეთე დაუკარგოს დააკარგვინოს ის მადლი რომელიც მოიხვეჭა იმ სიკეთის აღსრულებით და ამიტომ
უნდა გავიქცეთ ასეთ მდგომარეობას ყოველთვის როცა მოვა ასეთი ფიქრები და არის რომ სიკეთის გაკეთების შემდეგ ყოველთვის მოდის ხშირია ეს და ანუ არ უნდა ავყვეთ ამ ფიქრებს, ამ გრძნობებს, ამ აზრებს და მადლობა შევწიროთ ღმერთს რომ მოგცა ძალა, მოგცა საშუალება და შესაძლებლობა იმისა რომ სიკეთე გაგვაკეთებინა. კეთილი ესეთი კითხვა არის ნინო წერს საიდუმლო სერობის დროს იუდა ეზიარა თუ არაო. ნუ ეზიარა. დებატების თემა არის, ბევრი განმარტებელი სხვადასხვანაირად აღწერს. ნახეთ როგორც წმინდა წერილში და სახარებაში კონკრეტულად ესეთი რამე არ ჩანს. რომ ეზიარა თუ არა კონკრეტულად იუდა. ამის შესახებ ამ სახარებიდან, სახარებაზე დაყრდნობით ვერ ვისაუბრებთ. თუმცა როგორც თქვენ ახსენეთ, მამო, არის სხვადასხვა აზრი ამასთან დაკავშირებით. მამები ამბობენ, რომ უმეტესი მამა ამბობს, რომ ეზიარა იუდა და ამის შემდეგ გასცა ქრისტე. ეს მედგომა არის ეკლესიაში. კეთილი. ესეთი კითხვა დავგიტოვა მაყურებელმა, ესე იგი, როდესაც ადამიანიო უწმაწურ სიტყვებს ამბობსო, ვერ პატიოფო მასო, ამასო და ძალიან ბრაზდებიო, ასე ვთქვათ და საწყენ სიტყვებს, ანუ ასე ვთქვათ და ამის შესახებ რას გვეტყვისო დავგიტოვა. როგორ ძლიო თავს? ანუ მის მიმართ ამბობს ამ სიტყვებს. ადამიანი რომელიც ამბობს ასეთ მძიმე სიტყვებს ის არის ხოლმე ეშმაკის ზემოქმედების ქვეშ, რა თქმა უნდა, ბოროტი ზემოქმედების ქვეშ და ამან ძალიან იცის მიჩვევა და ანუ ხშირად არის რომ ასეთი ადამიანებს უჭირთ ამისგან თავის დაღწევა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ისაც იცის რომ იმას არ მოწონს გულსკენს არ სიამოვნებს, უბრალოდ ეს არის ნება ერთ-ერთი რომელსაც ადამიანი ეჩვევა და ამისგან თავის დაღწევა უჭირს. შესაძლოა დაეხმაროს მას ასეთი რაღაც რომ აი ეს გაიხსენოს ყოველთვის რომ ის არის ნების ზემოქმედების ქვეშ, ბოროტის ზემოქმედების ქვეშ და ვერ აღწევს ამას თავს. მას შეიძლება არ უნდა, შეიძლება კი არა, არ უნდა რომ ამას ამბობდეს, მაგრამ არ შეუძლია. და ამას დიდი ძალისხმევა ჭირდება რომ დააღწიოს თავი ადამიანმა აი ამ მდგომარეობას. კი ბატონო, პაატა გვწერს, როცა უფლის გულისთვის და მოყვას გულისთვის ადამიანს ეს თქვით მე ეს კითხვა. ძალიან გვიყვარს თქვენი გადაცემა, რომ დაგლოცოთ თუ ჩამობძანდებოდით იერუსალიმში გაგვახარებდით გვენატრება ქართველი მამაოები. დიდი მადლობა ქალბატონი რუსუდანი გვწერს, მადლობა ვეცდებით რომ ჩამოვიდეთ ჩვენ სკვალს. დიდი სურვილი ამისი და ნახოთ. ბავშვს ძიუდოზე ჯვარს ხსნიან და ძალიან გთხოვთ გადაგვირჩინეთ ბავშვებიო. კი გამიგია ეს მეთქომა, ოღონდ ეს არ არის იმით გამოწეული რომ იქ ვინმეს ჯვარის ძულს ან არ მოწონს ან რამე ქრისტიანობის მიმართ აქვს უარყოფითი დამოკიდებულება. როგორც ისინი ხსნიან, ეს არის პირიქით თავის დაცვა იმით რომ შესაძლოა ამ დროს ხშირად არის რომ ყელში უჭერენ რაღაცა სამოსი შეიძლება რომ მოეჭიროს და ამ ჯვარმა რაღაცნაირად ან თოკმა რომელზეც ჯვარი კიდია დააზიანოს. ბავშვი და ან თვითონ ჯვარი დაზიანდეს. ან თვითონ ჯვარიც ხო რა თქმა უნდა, ამიტომ ნუ გვექნება ესეთი მედგომა რომ ეს რაღაცა ის ჯვარს ებძვის ვინმე. კი ბატონო. მარხვის დღეებში შეიძლება თუ არა წამლების მიღებაო ავადობის დროს და გაციების დროს. რა თქმა უნდა შეიძლება. შეიძლება კი არა, აუცილებელია. ექიმსაც უნდა დაემორჩილოს ყველანაირად ადამიანი. ხშირად არის ხოლმე რომ აი მეორე უკიდურესობაში ვარდება ხოლმე ადამიანი რომ წამალი არ არის საჭირო და
ლოცვით და მარხვით განიკურნება, ასე ვთქვათ. არ არის ეს სწორი დამოკიდებულება, აუცილებელია წამლის მიღებაც. ეს კი არა არის ისეთი წამლები, რომლებსაც უზმოზე იღებენ და ხშირად გვეკითხებიან თუ შეიძლება ზიარება. ჩვენ ვაზიარებთ ასეთ ადამიანებს. რა თქმა უნდა, წამალი რახან ექიმმა დაუნიშნა ის საჭიროა და იმის მიღება ჩვეულებრივად შეიძლება. კეთილი. როგორ შეუძლოთო მოთმენაო? მოთმენა. მამები ასწავლიან, რომ როცა რაღაცა ხდება და ადამიანს უცბად მოუნდება, რომ რეაგირება მოახდინოს, გამოხატოს სიტყვით ან საქმით რაღაც, კარგი იქნება თუ რამდენიმე წამი მაინც დაიცდის. შესაძლოა ამ დროში იესოს ლოცვა წარმოვთქვათ გონებით, გულით, ან ნებისმიერი ლოცვა, სხვა მცირე ლოცვა, რომელიც ამ რამდენიმე წამს დააყოვნებს იმ ჩვენ რეაქციას და ხშირად არის რომ ეს შველის ხოლმე და მოდის სიმშვიდე და ასე ვთქვათ, ესეთი ხისტი რეაქციისაგან გვიხსნის ხოლმე და ეს აი მოთმინების დასაწყისით შეიძლება ეს იყოს, რომ ნელ-ნელა ამეთი დავამარცხებთ ნებას და მოუთმენლობის ნებას. მაყურებელია მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ ისაუბრეთ. გამარჯობათ. გამარჯობა. მაინტერესებს აუცილებელია სპორტა საფლავის კუთხევა. მადლობა კითხვისთვის. რა თქმა უნდა, მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის მნიშვნელოვანი არის საფლავის კურთხევის ლოცვა და სხვა ყველა, რომელსაც ღვთელი აღასრულებს მიცვალებულისთვის პანაშვიდი იქნება ეს თუ შეკვეთილი წირვა, ყველაფერი მნიშვნელოვანია და კი ბატონო. აუცილებელი. ბატონო. მნიშვნელოვანი და აუცილებელი. რა თქმა უნდა. გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები, საჭიროა თუ არა ადამიანებთან ურთიერთობაში ზღვარიო? რა თქმა უნდა, საჭიროა. ეს ყოველთვის აუცილებელია. გარკვეული ზღვარი, რომ არ მოხდეს ზედმეტი განლაღება, ასე ვთქვათ, ზედმეტად შესვლა ურთიერთობაში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვთქვათ რაღაც თავი შევიკავ, მაგალითად თუ ადამიანი გიყვარს და გინდა რომ ის მიმართ გამოხატო ეს გრძნობა, რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ თავი შევიკავოთ, მაგრამ აი გარკვეული კადნიერებისგან უნდა შევიკავოთ თავი ზედმეტი ხუმრობისგან თუ გინდა. ესეთი ხუმრობით არ უნდა ვეხუმროთ ადამიანს, რომელმაც შეიძლება გული ატკინოს. აი ამ კუთხით შესაძლოა რომ ზღვარი კონდეს ადამიანს, შესაძლოა კი არა აუცილებელიც არის რომ კონდეს, რომ რაღაცის სიკეთ აღარ უნდა გადაცდეს, ხო? ანუ ეს ყოველთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია. მაყურებელია ისე მოვისმინოთ კითხვა, გისმენთ ეთერში ხართ ისაუბრეთ. დასვით კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ. მამა უტრაფია და მამა არ ვიცი მოდი. დასვით კითხვა, არ არის პრობლემა. მამა გურამი და მამა ადამი ვართ. ხო. აი ძალიან ახლობლები აღარ არიან და მანამდე მქონდა შიშები, მანამდე დაკურებული ვეყავი, რომელსაც შიშები მქონდა, მაგრამ ახლობლები რომ აღარ ამიყავს, ძალიან ახლობლები ძალიან იმის შემდეგ დავწერდი წარმოიდგინე ის სადაც არიან მე სადავარ იმ დატოვებულ გამძლეობა არა ვარ გამძლეობა მე რატო უნდა ვიყო და ისინი დავწერდი შემოწმდა ძალიან ნერვიულო ექიურად ივარ დაიწყებული, მაგრამ აი შიშები, რამე შიშები
მოგხერხებს. ანუ როგორც მივხვდი, ახლობელი ადამიანები გარდაიცვალა და გარკვეული შეშები გამოიწვია. ურჩევ ამ ადამიანს, რომ ლოცვა დაიწყოს, ლოცვა ყოველთვის იმედითა და მადლით აღავსებს ადამიანს და ღვთის იმედად იყოს ყოველთვის, ხშირად გამოისახოს პირჯვარი, დადგეს ატების წინ ილოცოს, ეკლესიაში იაროს, დაესწროს მსახურებებს, წირვას და ნელა ღვთის იმედად იყოს, იცხოვროს, ასე ვთქვათ, ღმერთს მიანდოს ყველაფერი, თავისი ცხოვრება და ღვთისნება არის ყველაფერი, ხო და ღმერთს მოუყავართ ამ ქვეყანაზე და ღმერთის ნებითვე გადის ადამიანი ამ ქვეყნიდან, ამიტომ არ ღირს ამაზე ზედმეტად დარდი და შიში ჩავარდნა, თუ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. მაშინ რატო უნდა იყოს შიში ადამიანი? თავარია რომ ჩვენ სწორად ვიცხოვროთ და ყოველთვის მზად ვიყოთ. ჩვენ არ ვიცით როდის დადგება ეს დღე. ამიტომ ნუგეშს და იმედს ასეთი ადამიანი ღმერთში პოვებს ყოველთვის. კი ბატონო, აყოლებელია მოვისმინოთ კითხვა. ისმეთ ეთერში ხართ ისაუბრეთ. გამარჯობათ, მამა, გამარჯობა. გამარჯობა. რა მაინტერესებს ისიც? დიახ. აი საფლავის კურთხევასთან დაკავშირებით მინდა გითხოთ. აი ეს რა პროცედურა არის? ანუ გარდაიცვალა ადამიანი, მე რამდენი დღეს უნდა იკურთხოს საფლავი, ან საერთოდ უნდა იკურთხოს საფლავი, თუ არ უნდა იკურთხოს? გასაგები. დიდი მადლობა. ზოგადად წესის აგების დროს ანუ იკურთხება ხოლმე მიწა. თუ ეს არ ხდება საფლავზე, უშუალოდ საფლავზე დასაფლავების წინ შესაძლოა რომ წესის აგების დროს იკურთხოს საფლავის მიწა და შემდეგ ამ ნაკურთხ მიწას ყრიან საფლავში და ითვლება რომ ამით იკურთხება ის საფლავი ნაში არის ნაკურთხი მიწა. მაგრამ მე-40 დღეს ან მე-9 დღეს თუ მღვდელი მიიყვანენ საფლავზე რომ პანაშვიდი აღასრულოს, ამ დროს მოაყოლებენ ხოლმე ამ საფლავის კურთხევის ლოცვასაც და შესაძლოა რომ იკურთხოს ამ დროსაც ეს საფლავი და ამ დროს ხდება ძირითადად ეს საფლავის კურთხევა. ისე ზოგადად საფლავი მე როგორც ვიცი წელიწადში ერთხელ იკურთხება, ხო და ახლობებით ეს აი აღდგომის პერიოდში რო გავდივარ თომას კვირის სამშაბათს მე მაშინ ვაკურთხებ ხოლმე. რომელიც საფლავზე აღესრულება, ყოველი პანაშვიდის დროს შეიძლება რომ იკურთხოს საფლავი. წელიწადში ერთხელ მაინც ალბათ როგორც თქვენ თქვით. დიახ, კეთილი მაყურებელია, ისე მოვისმინოთ კითხვა, გისმენთ ეთერში ხარ დასვით კითხვა. საამშვიდობისა და გლოცოთ მე. ერთი შეკითხვა მაქვს. ბევრი სურათები მაქვს მიცვალებულების, გადიდებულები ძალიან ხო და რა გავაკეთო ამდეს სურათებს? ჩემ მეუღლეს ახალგაზრდა და გადაეცვალა 60 წლის წინ დავასრულებით. მე ვარ 63 წლის ესლა. ხო და ამის მაშინ უკვე სასწაული ხო ახალგაზრდას გადაცვალა და მთელ კეთლებია ეს სურათები და ვერც მე და ვერც ბავშვებსაც უკვე არ ამბობთ ოთახში შესვლა. რა შეიძლება რომ გავაკეთო? დიდი მადლობა პასუხს. გვენს მადლობა. მიცვალებული სურათები ხშირად არის ხოლმე რომ ხო ეს დგება ხოლმე ეს კითხვა, ну რა უყოთ ამ სურათებს. ის ადამიანები ხო ჩვენი ახლობლები იყვნენ, ხო გვიყვარს ის ადამიანები და მათი სურათის ძვირფასია ჩვენთვის და ანუ ერთგვარი რაღაც შიში და ესეთი დამოკიდებულება არ უნდა გამოიწვიოს ამან ხო მიცვალებული სურათი ასე ვთქვათ უარყოფითი არ არის სახში თუ ცხოვრობდა ის ადამიანი ერთ დროს და ჩვენთან ერთად იყო მისი სურათი შეიძლება რომ იყოს მაგრამ ну შეიძლება შეინახოს არ ვიცი შეიძლება ჩამოხსნას და შეინახოს ან ერთ ადგილას გააკეთოს შეიძლება დაასკანეროს დაუშვათ როგორც და ისე შეინახოს ანუ ციფრულ ვარიანტში და შეიძლება ყველა ფოტოები
გამარხოს მიწაში თუნდაც ან რაღაც, ნუ აი რა ვიცი, ბევრი ფორმაა. ეხა ესე დახოვებული რო არ კონდეს ამდენი სურათი შეიძლება რაღაცა. კი, ალბათ, მაგრამ პირველ რიგში ისე თქმაც მინდა, რომ ეს არ უნდა იყოს რაღაც უარყოფითი გამომწვევი, ასე ვთქვათ, უარყოფითი განცდის, რომ ეს მიცვალებული სურათი რახან ოთახში კიდია, რაღაცა ცუდი რატო უნდა იყოს ამაში. კი ბატონო, მაყურებელია, ისე მოვისმინოთ კითხვა, გისმენთ ეთერში ხართ ისაუბრეთ. გისმენთ ისაუბრეთ. ბატონო? ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ხართ. გავროცე მამაო. ერთად აგვიოცეთ. ღმერთმა. მამაო, აი ერთი რაღაცა შეგვიძლია გვაინტერესებს. აი, როდესაც მიცვალებულს უხდება წელიწადი. დიახ. ისაუბრეთ, თქვენი ხმა მეორდება ტელევიზორს დაუწიეთ. აი და წლის თავის გადახდა ხდება აი რამოდენიმე დღის მერე საკურთ. ისაუბრეთ. აი საკურთხის გაკეთება იმ დღეს შეიძლება წლის თავის დღეს თუ როცა წლის თავს გადაიხდი მაშინ. გასაგები, მადლობა კითხვისთვის. ყოველთვის შეიძლება საკურთხის გაკეთება, საკურთხის დატვირთვა არის ის, რომ ეს არის ერთგვარი მოწყალების სახე, ხო, რომელიც მიცვალებულისთვის აღესრულება. საკურთხს აკეთებენ ადამიანები, მიაქვთ ტაძარში, ითხოვენ პანაშვიდს, ნაწილს შეიძლება გასცენ, უპოვარს მისცენ, მეზობელს მისცენ და ეს არის ერთგვარი მოწყალების სახე და ეს შეეწევა მიცვალებულის სულს. ამიტომ ყოველთვის შეიძლება ამის გაკეთება წლის თავამდეც, წლის თავზეც და წლის თავის მერეც. კი ბატონო, ქალბატონი გვწერს, მაინტერესებსო მგდელიო საფლავის კურთხევაზე რომ მიყავთო ფულს რატომ მიღებსო? დასაშვებიაო ესო უფალმა შემინდოსო. ისევ იმას ვიტყვი, რომ ეს არის ერთგვარი მოწყალების სახე. მე არ ვიცი მგდელი, რომელიც აქეთ ითხოვს, რომ საფლავის კურთხევაზე მოვდივარ და ფული მომეცით. ესეთი რამეს არც ერთი მგდელი არ აკეთებს. ამას თვითონ თავისი სურვილით და თავისი ნებით აკეთებენ ის ადამიანები მადლიერების ნიშნად აძლევენ, რადგან მან მოწყალების სახეა ეს მიცვალებულის სულისთვის. მგდელს არ აქვს ხელფასი, არ აქვს სხვა სამსახური, არ აქვს შემოსავალი და შესაბამისად მგდელი ზრუნავს თქვენ სულიერ ცხოვრებაზე, სახლს გიკურთხებთ, საფლავს გიკურთხებთ, ჯვარს დაგწერთ, მოგნათლავთ ასე შემდეგ და თქვენ ასე ვთქვათ ეხმარებით მას მატერიალურად, რომ აღარ კონდეს მას საფიქრალი, მგდელსაც ყავს ოჯახი, ყავს ცოლ-შვილი, აქვს ჩვეულებრივი ხარჯები, როგორც ყველა ადამიანს და აქედან გამომდინარე მას მუშაკი ვირსია სასწრაფო, მას ეკუთვნის ეს, მაგრამ მგდელმა ეს არ უნდა მოითხოვოს, არ უნდა მოთხოვოს ადამიანს, არ უნდა კონდეს დადგენილი ტარიფი და თქვენ რომ რაღაცას გაგიკეთებთ და დაგეხმარებათ, თქვენც მგდელს უნდა შესწიროთ მადლიერების ნიშნად, ეს ესეთი წესია და ამაში ცუდი და დასაძრახი არაფერი არ არის. გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. რამდენად ცოდვაა მშობლების ნებართვის გარეშე ჯვრის წერაო, საუბარია ორს დასრულ ადამიანზეო, თუ კი მათ სურთ ოჯახის შექმნაო. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის ეს, რომ ასეთი დიდი ნაბიჯი ცხოვრებაში გადაიდგას მშობლების კურთხევით. ახსენდება ჯვრის წერის ლოცვებში არის მსგავსი სიტყვები, რომ მშობლების კურთხევით ეწყება საფუძველის აშენება, ესე იგი ამ ახალი ოჯახისა და ღმერთო დალოცეო მათი მშობლებიო, ასეთი სიტყვები არის ჯვრის წერის ლოცვაში და კარგია და მნიშვნელოვანი თუ ამას და ყველაფერსაც მშობლის კურთხევით და ნებართვით გააკეთებს ადამიანი, მაშინ დალოცვილია და კურთხეულია მისი გზა და მით უმეტეს ასეთ მნიშვნელოვან მოვლენას ადამიანი უნდა იღებდეს კურთხევას, ლოცვას მშობლისგან. ამაში ესე ჟღერს ლოცვა კურთხევა მშობლისგან, მაგრამ ეს არის პატივისცემის გამოხატულებაც, რომ მშობელმა გააჩინა, გაზარდა და
რომ ჩავაყენოთ მაინც საქმის კურსში, რომ აი ამას ვაპირებთ, ამას ვაკეთებთ და დაგულოცეთ და დაგულოცე მამა. და შეგვეციეთ თქვენი ლოცვა. ეს არის კურთხევა, მშობლის კურთხევა და დალოცვაც ეს არის, რომ თუ აი ამ პატივისცემას გამოხატავს ადამიანი და ითხოვს დალოცვას მისგან, მშობლებისგან. რომელი ცოდვა არ ეპატიება ადამიანს, რომელი არის მიუტევებელი ცოდვაო? ასეთი ცოდვა არ არსებობს, მიუტევებელი ცოდვა. თუ ადამიანი შეინანებს, რა თქმა უნდა, არ არის ცოდვა, რომელიც არ მიეტევოს ადამიანს და რომელიც მას ძლოს უფლის კაცთმოყვარებას. თუმცა გარდა სულიწმინდის გმობის. თუმცა სახარებაში არის ესეთი ადგილი, როდესაც უფალი ამბობს ასეთ სიტყვებს, რომ ყველა ცოდვა მიეტევება ადამიანს გარდა სულიწმინდის გმობისა. მაგრამ თუ ამ ადგილს განვარტავთ და ვნახავთ იოანე ოქროპირის განმარტებას, აქ პირველ რიგში თვითონ კონტექსტიც უნდა წავიკითხოთ, რატო ამბობს ამას უფალი და ვის მიმართ ამბობს ამას. უნდა ვიცოდეთ რას ნიშნავს სულიწმინდის გმობა. რა თქმა უნდა, რას ნიშნავს, სწორედ აი მაგაზე არის აქცენტი მან, რომ ესე იგი ფარისევლები და მწიგნობრები ამბობდნენ, რომ ეშმაკის ძალით აღასრულებს ეს სასწაულებს იესო ქრისტე. და აი ამას მოყვება უფლის ეს სიტყვები და აქ სწორედ ეს იგულისხმება სულიწმინდის გმობაში, იგულისხმება ის, რომ უფალი სულიწმინდის მადლით აღასრულებდა ამ სასწაულებს, ხოლო მათ დაგმეს ეს სულიწმინდის მადლი და ეშმაკს მიაწერეს. მაგრამ იოანე ოქროპირი უნდა მოვიშველიო ისევ მისი განმარტება, იგი სვავს ასეთ კითხვას, ნუ თუ შესაძლოა არსებობდეს ისეთი ცოდვა, რომელიც თუ შეინანებს ადამიანი არ მიეტევოს და თვითონვე პასუხობს, რომ არ არსებობს ასეთი ცოდვა. არ არსებობს ასეთი ცოდვა, ამიტომ თუ შეინანებს ადამიანი აუცილებლად მიეტევება. აი ამასაც თუ შეინანებს გმობას, აუცილებლად მიეტევება. მარი გვწერს ესეთ კითხვას, როდესაც გზავრობ და გზად პირჯვარს ვისახავთ მდგომარეობაში, რამდენად დასაშვებიაო? დასაშვებია, რა თქმა უნდა, და შეიძლება. ყველა მდგომარეობაში, წოლიარე და მჯდომიარე მდგომარეობაში შეიძლება. კეთილი, ესეთი კითხვა არის, მამუკა გვწერს, რა განსხვავებაა კვეთის დროს მოხსენიებას შორის და რომელი ქერუბიმთას დროს გარეთ ბარძიმფეშხუმით რო გამომძანდა დიდი გამოსვლა, რომ ამ მოხსენიებას შორისო ბევრსო გარეთ მოხსენიება უნდაო, რომ გაიგონონ ხმაო, ასე ვთქვათ. კი, მართალია, შესაძლოა ეს ადამიანი ეს კვეთის დროს მოხსენიება დაფარულად აღესრულება არ ესმით, ასე ვთქვათ, ეკლესიაში მდგომ ადამიანებს, თუმცა მნიშვნელობით და დატვირთვით შესაძლოა ითქვას, რომ ეს უპირატესი არის, რადგან კვეთაში მოხსენიება ყველაზე დიდი არის. როდესაც კვეთის დროს ადამიანებს კვეთის დროს იხსენიება. დიახ. ის არასწორია, როდესაც გარეთ ხმამაღლა ესე ჩანო ხა არასწორი შეიძლება ხმამაღალი ნათქვამი იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კვეთის დროს არის უფრო არა მამა. დიახ, კვეთის დროს მოხსენიებაზე ვსაუბრობდი, რომ ეს უპირატესია, რადგან ამ დროს ნაწილს ვიღებთ ჩვენ ეპისკოპოსიდან იმ სახელისზე, რომელსაც ვიხსენიებთ და რომელიც ნაწილიც ჩაეშვება ბარძიმში და შეუერთდება უფლის წმინდა სისხლს, რომელიც ამ სისხლით გაიჟღინთება და ლიტურგიის ბოლოს არის ასეთი სიტყვები, რომ როგორც ეს სისხლი შეეხო ამ წმინდა ნაწილებს, ამათ სახელებზე ამოღებულს და განწმინდა ისინი, ასევე განწმინდოს უფალმა მათი სულები, ვინც ჩვენ მოვიხსენიეთ. და ეს არის, რა თქმა უნდა, მთავარი არსი ამ კვეთაში მოხსენიების, თუმცა ადამიანებს ტაძარში დგანან ეს არ ესმით, როგორც მე ვთქვი, და ბარძიმშიც ვიხსენიებთ ჩვენ მათ სანუგეშებლად ხოლმე ამათ, რომ დიდი ნუგეშია, როდესაც ამ პიონზე მღვდელი დგას და ну აი შეიძლება ახლად შესვენებული რაღაცა ყველას რა თქმა უნდა ვერ ჩამოვთვლით ახლა რაც იქ კვეთის დროს იხსენიება და
მაშინ იმათ მარა დააშავეს, რატო იმათ ყველას ხო ვერ მოусენა და რაღაცა მხოლოდ შეიძლება ახლად შეშვენებული ან მძღურებაში ან განსასწრებში მყოფი რაღაც ერთჯერადად შეიძლება, მაგრამ როგორც წესი ეს მგონი უფრო არ არის მიღებული, როგორც ვიცი და ზოგიერთი საერთოდ არ იხსენიებს კი ბარძიმში არავის და ძირითადად კვეთაში ის. კეთილი მამაო, დიდი მადლობა მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის, ჩვენი დრო ამოიწურა. ძვირფას მაყურებლებს კი შევახსენებ, რომ დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახდათ ზღვის უბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის ღვთისმსახური მღვდელი ადამ ქავთარაძე, გადაცემას უძღვებოდა ლურჯი მონასტრის ღვთისმსახური მღვდელი გურამ გალობლიშვილი. დღევანდელი გადაცემის გამეორებით ნახვა შეგიძლიათ პარასკევს 13 საათსა და 30 წუთზე და სამშაბათს 10 საათსა და 30 წუთზე. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს საღამოს 8:30-ზე ერთსულოვნების პირდაპირ ეთერში. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.